შემოწიფასება მოგესალმებით ყველას და მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს და ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა ორ ვარიანტზე. გამოვა კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება. ვიფიქრეთ მასზე და ვნახოთ, როგორია შანსი, რომ ახლო მომავალში ჩაიფიქრეთ პერიოდი, გამოვიდეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე, როგორია ამის შანსი. ორ ვარიანტი, აირჩიეთ ვარიანტი შემოწიფასება. თავდაპირველად ვნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკატორი ერთი არკანით და შემდეგ პასუხი კონტაქტზე გამოსვლის შანსი როგორია. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ურთიერთობის სიგნიფიკატორი ეს ორი არკანი და შემდეგ ვნახოთ როგორია შანსი პირველი ვარიანტისთვის კონტაქტზე გამოსვლის პიროვნების და მეორე ვარიანტი. მაშინ მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია. როგორია ურთიერთობა თქვენ შორის ამ მომენტისთვის. შემოწიფასებო რაღაც კრიზისს მიჩვენებს თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც რთული პერიოდი გიდგათ ამჟამად ურთიერთობაში. შესაძლებელია ვერ უგებთ ერთმანეთს, ან თქვენ გონიათ, რომ ვერ გიგებთ პარტნიორი, ან თქვენ ვერ უგებთ, ხო? ანუ რაღაც კრიზისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობთ, რომ ერთმანეთის ფეხ იაროთ, მაინც ცდილობთ რაღაც კავშირი არ გაწყვიტოთ, ხო? ანუ შეიძლება ითქვას, ან სხვადასხვა ხედვა გაქვთ, სულიერად შინაგანად დაიღალეთ რაღაც გაურკვევლობებით, გაუგებრობებით, რაღაც სიცარიელეს გრძნობთ შინაგანად, ხო? რაღაც კავშირი არ არის თქვენ შორის და ფაქტია, რომ კრიზისია, ხუთიანი პენტაკლი კრიზისს გვიჩვენებს აქ. ვნახოთ, როგორია შანსი, ან შესაძლებელია ამ მომენტისთვის რაღაც არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ერთად არც ხართ, ხო? ანუ ურთიერთობიდან წასულია ერთ-ერთი პარტნიორი, მაგრამ მეორე პარტნიორი მაინც ცდილობს რაღაცნაირად არ დაკარგოს, ხო? ანუ ძაფი არ გაწყდეს თქვენ შორის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ არის არც გრძნობა, არც ემოცია, ერთმანეთისგან ვეღარ იღებთ იმ ემოციას, რაც შესაძლებელია წარსულში გაკავშირებდეთ, არის რაღაც გაუგებრობა ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ, როგორია ახლა შანსი იმის, რომ კონტაქტზე გამოსვლის შანსი როგორია. ჩემ კარგად აქ ვფიქრობ, რომ დასრულებული ურთიერთობა. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, აქ არ მიჩვენებს იმას, რომ კონტაქტზე იყოს გამოსვლა. აქ ვფიქრობ, უკვე ორივემ თუ არა ერთ-ერთმა მხარემ მაინც უკვე გააკეთა თავისი რაღაც არჩევანი და წერტილი დასვა ურთიერთობაში. აქ ძალიან დიდი გულისტკენაა და დიდი ტკივილი, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე გარკვეულია აქ და აქ კონტაქტზე გამოსვლის ალბათობას არ მიჩვენებს შემოწიფასება, რა ვქნათ სამწუხაროდ. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, აქ ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი ურთიერთობაში გარკვეულია და დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს, ამიტომ იმედი იმის, რომ კონტაქტზე გამოვა არ გქონდეთ შემოგარგებო. მეორე ვარიანტი. გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა და რამდენად პირველი ვარიანტი როგორ რეზონირდა თქვენთან. ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენ შორის. აქაც მიჩვენებს რატომღაც რაღაც არჩევას შემოგვიფასებო. შესაძლებელია რაღაც კრიზისული სიტუაცია თქვენ ურთიერთობაშიც იყო, რაღაც დაპირისპირება, წინააღმდეგობა ურთიერთობაში, ზღვა ემოცია და ტკივილი შემოგარგებო. შესაძლებელია აქ პარტნიორებს ან არ უნდათ ერთმანეთისთვის მოესმინათ და ენახათ ის სიმართლე, რაც მათ ცხოვრებაში იყო, ან სპეციალურად თვალს ხუჭავდნენ, ხო, რაღაც თვალს ხუჭავდით, შეიძლება ითქვას ბევრ რამეზე, დისტანცირებული ხართ ამ მომენტისთვის თქვენს პარტნიორთან და რაღაც არჩევანს ცდილობთ, რომ გააკეთოთ რაღაც არჩევანი, რომელიც საკმაოდ რთულია მისაღებად. თითქოს არ გინდათ არავისი მოსმენა, საკუთარ თავში ხართ ასე ვთქვათ ჩაფიქრებული, ჩაღრმავებული და ცდილობთ, რომ რაღაც ინტუიციას თქვენს გულს უსმინოთ, თქვენს ინტუიციას მოусმინოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ერთია, რომ
ერთია რომ აქ ურთიერთობაში ან პაუზა და ან რაღაც გადაწყვეტილება მისაღები ერთი სიტყვით პაუზასთან ერთად შემოკარგებო აქ ასეთი მეორე ვარიანტი ასეთი სიტუაცია მოდი ვნახოთ როგორია შანსი რომ ფაქტია რომ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ მეორე ვარიანტსაც შემოკარგებო და მოდი ვნახოთ როგორია შანსი იმის რომ გამოვიდეს კონტაქტზე ჩაფიქრებული პიროვნება იმედია პერიოდი ჩაუთქვით ფიქრობ შემოკარგებო აქ კონტაქტზე გამოსვლა შეიძლება იყოს და ყველაფრის გარკვევა, ყველაფრის ასე ვთქვათ სინათლეს, როცა მოეფინება სიმართლეს, ხო? ანუ შესაძლებელია აქ იყოს კონტაქტზე გამოსვლა მეორე ვარიანტთან, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ საკუთარ ეგოს გადააბიჯებს, ასე ვთქვათ, და დათმობს ან დაივიწყებს პარტნიორი, ხო? მზის არკანი ამოვიდა, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ იქნება გარკვევა იმ სიტუაციის, იმ ურთიერთობის, რაც გახელვებს, რა კრიზისიც ამ მომენტში თქვენს ურთიერთობაში არის, აი იმის გარკვევა აუცილებლად იქნება და მე ვფიქრობ, რომ პარტნიორი აუცილებლად გამოვა კავშირზე და დაგეკონტაქტებათ. ერთ არკანს დავადებ. კი, აქ იქნება, შემოკარგებო. აქ კონტაქტზე გამოსვლა იქნება საუბარი, შესაძლებელია მესამე პირიც იყოს თქვენ საუბარში, არ არის გამორიცხული, ისე რომ აქ არის თანამშრომლობა, მზაობა იმის, რომ გაირკვეს ყველაფერი და ყველაფერს ნათელი მოეფინოს, შემოკარგებო. აქ არის კი, რა თქმა უნდა, კონტაქტზე გამოსვლა. კი, ერთადერთი თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენ თანხმობა იმის, რომ თქვენ შეძლოთ და დაუჯდეთ მშვიდად შემოძვირფასება, ოღონდ არა აგრესიით, არა ჩხუბით და დაპირისპირებით. თქვენ უნდა თქვენი სიბრძნე გამოიჩინოთ, როგორც იმპერატრიცა და თქვენ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება იმის, რომ საჭიროა ერთად დაჯდომა, საჭიროა ყველაფრის გარკვევა და ყველაფრის ურთიერთობის გარკვევა და ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევა, შემოკარგებო. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტთან, ასე ვთქვათ, ეს გაშლა მადლობას მოგახსენებთ ყველას და ნახვამდის შემოძვირფასებო, გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთან დღევანდელი გაშლა, ველი კომენტარებს, მადლობა და ნახვამდის.